ქართველერშია პრობლემა. ერთმანეთს ხოცავთ, ერთმანეთს ვაგინებთ. არც ერთი არჩევნები წყნარად არ დამთავრებულა. 12 წელიწადი არის ნაცქოცური საქმეების გარჩევა და პარალელზე სესხებით შემოსული თანხებით ასფალტის დაგება, პატარ-პატარა რაღაცების რო არ ჩაიქხოს და ძირითადად ქარვასლად ქცეული საქართველოს თბილისი. და მანდედან გახვეტილი ხალხი გასტარბაიტერებად. აი ეს არის ეს ქვეყანა. აი ეს ახლა შენების საწინდარი იქნება, რატო გვატყუებენ? ამიტომ იცახი ერშია პრობლემა ერის კულტურაში, ცნობიერებაში, რელიგიაში. ცნობიერების მკვლევარები გვაკლია ჩვენ, გვაკლია. ცნობიერება უნდა განვიხილოთ რა ქართული ცნობიერება, საქართველოს ენოვანი ცნობიერება. კულტურის რევიზია უნდა მოხდეს. აი და არა და კულტურის რევიზია არ შეიძლება მამაპაპის კულტურა არის რაღაცა მისტიური. არავინ არ იცის ეს რა არის. არავინ არ ვიცით რა არის ეს ქართველობა. არა ისე სადღეგრძელოების დონეზეა. და სანამ ამის გარჩევა არ მოხდება ჩვენი ქვეყნის აშენებაზე არც არავინ არ იფიქროს. ამიტომ ასეთ ქვეყანას გარედან აქვს ზეწოლები პოლიტიკური. სხვის საჩვენებლად ვაწყობთ არჩევნებს. ამავე დროს ერში არის განხეთქილება იმის დამიხედვით, შენ საითკენა ხარ, მე საითკენა ვარ. გაყალბებული 100%-იანი ყველა მის გაყალბებული ჩაყლაპა ეს დასავლეთმა, არ ჩაყლაპავს რუსეთი. ამ პირიქით რუსეთი ჩაყლაპავს, არ ჩაყლაპავს დასავლეთი. ორივე ერთმად შეიტყაპუნოს რუსეთმა და ევროპა დასავლეთმა, ესეთი რამე 2003-ში იყო მარტო. როცა სააკაშვილი მოიყვანეს, მან ორივემ სცნოეს. დასავლეთმაც და რუსეთმაც სააკაშვილი და თან კიდე ამის საფუძველში ეკონომიკურ საფუძველში ბიძინა ივანიშვილი რუსეთის უცვლელი პიროვნებაა. ვერ გადაიბირეს დასავლეთისკენ ბიძინა. იმიტომ ამის გადაბირება ლიკვიდაციის ტოლფასია შეიძლება გააგორონ. ახლა ყველა კერდადის ამ თავდაცვითი რაღაც საშუალებებით, რო დაარქვეს კოლბაში და იმაში. ხო, ეგ რატო დადეს, იცი? ყველა მხრიდან უკვე მაგას საშუალება აქვს. შეიძლება დასავლეთმა რაღაცა გიხიმანდროს და ვიღაცა მოგრთამოს და პრობლემა აკიდოს. ეს შიში კი არ არის, ეს არის უსაფრთხოების ზომების მიღება. შიში რაშვაში ახლა შიში ისედაც აქვს. ყველას რაღაცის ეშინი ახლა მოდი ვთქვა, არავინ არ არის ისეთი რომ ეს ემოციაა და უემოციო ადამიანი არ არსებობს. ემოცია გაქვს, ესე იგი შიშის გარკვეული ეს უნდა გქონდეს. ემოცია თვითონ შიში არის სიტყვა ემოცია. ლათინურით ესეთი ადამიანი. უბრალოდ შიში არ უნდა გაკონტროლებდეს, შენ უნდა აკონტროლებდე ამ ემოციას. და ეს სულაც არ არის დასაცინი გამიგერო, ყველას ვერ ასიამოვნებ. თუ ისეთი ქვეყანა უკვე ძალიან ისეთი დიქტატორული მახასიათებლებით, ყველგან ესეთი თავდაცვითი დადიან. ახლა რა თქმა უნდა მაგას ლაპარაკი, აგერ ტრამპს დაესხნენ თავზე და ვიღაცების და ამის მერე ახლა რა ცოტა არ დაფრთხება, რა გარანტია მე შუბში არ დაგაჭედონ ტყვია. და უსაფრთხოების ზომები უნდა მეიღო, იმიტომ რომ ქვეყანაში უკვე სხვანაირად დგას საკითხი და ყველას არ მოწონხარ. წავიდა ის დრო, რომ მოსახლეობა შეგნება მაღალი იყო და როგორ შეიძლება ვინმეს თოფიეს რო არ მოგწონს, ეგრე სად არის. და აი ეს გაყალბებული არჩევნები, იმ თავითვე გაყალბებულია, რომ იცოდეთ, აი ამას ჩაყლაპავს დასავლეთი. იმიტომ რომ ეს პარტია, ხოცები, იმ თავითვე რუსეთს აწყობს. ეს ანტირუსული პარტია არ არის. არასოდეს არ ვთქვიათ რუსებზე რაიმე ცუდი, აგერ მცოცავი იმეებით მოდიან და არასოდეს არ დაუფიქსირებიათ მაგათ ესენი.